გამარჯობათ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ცაიში და როგორც ხედავთ, სათბურში გვაქვს შემოტანილი ლურჯი მოცვის ენერგიები ქოთნით და ვთვლით, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა და დიდი მომავალი აქვს ამ კულტურას ესე სათბურის პირობებში, მით უმეტეს, როცა ჩვენ შეგვიძლია გათბობა უზრუნველყოთ და აქ ცაიში ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია. ამ სათბურში ქოთნები შემოვიტანეთ დაახლოებით 15 თებერვალს, როგორც მე თავიდანვე ვთქვი და ვივარავდე, უკვე დაგვიანებული იყო 15-20 დღით ადრე რომ შემოგვეტანა და დაგვეწყო, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სერიოზულ შედეგებს დაადებდა. 15-ში შემოვიტანეთ, 17-18-ისთვის გაიმართა სარწყავი სისტემა და დავიწყეთ სასუქების მიწოდება. ეს უკვე დაგვიანებული იყო, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც ძალიან კარგი შედეგები დადო და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კულტურას სათბურში ძალიან დიდი მომავალი აქვს და უფრო მეტ სარგებელს დატოვებს, ვიდრე ღია გუნდში მოყვანა. კერძოდ, ჩვენ ახლა კადრში ვხედავთ, რომ უკვე ეს მცენარე მწვანე ნაყოფის ფაზაში არის, მაშინ როდესაც ღია გუნდში ან ეხა ყვავილობას იწყებს ძირითად ადგილებში, ხოლო გამონაკლისი ადგილები, სადაც კლიმატური პირობებიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საადრეო ჯიშები არის დარგული, უკვე ყვავილობას ან ასრულებს, ან ყვავილების 25% არის გაშლილი, ან სრული ყვავილობა. გამოდის, რომ ძირითად შემთხვევაში ეს სათბური, რომელიც მწვანე ნაყოფის ფაზაში არის, მინიმუმ 4 ეტაპით უსწრებს ღია გრუნტს. საუკეთესო შემთხვევაში, სადაც საადრეო ჯიშები არის დარგული, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ადრე მოდის მოსავალი, მათაც საკმაოდ უსწრებს. ანუ საშუალო ის რომ გამოვიყვანოთ, გამოდის, რომ მინიმუმ 1 თვით ადრე შეგვიძლია რომ მივიღოთ მოსავალი ღია გრუნტთან შედარებით. ეს უკვე ძალიან რეალური არის და ძალიან ნათელია. ჩვენ დღეს აი ღია გრუნტშიც გავალთ და გაჩვენებთ განსხვავებას, აი საგრძნობ განსხვავებას თუ ღია გრუნტში ეხა რა მდგომარეობაშია მცენარე, ანუ ყვავილობას რო ეხა იწყებ ჯერ კიდევ დახურულია ყვავილები და აქ უკვე მწვანე ნაყოფის ფაზაშია, ეს უკვე რამოდენიმე დღეში, კვირაში შეიძლება უკვე დაიწყებს ნაყოფის ფერის ცვლილებას და შემდეგ ნაყოფის ფერის ცვლილების მერე უკვე იქნება პირველი მოსავლის აღების დრო. ყველაფერი ეს რო გავაანალიზოთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფლად ივარაუდოს, რომ ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი აქვს ამ კულტურას ესეთ პირობებში მოყვანილს. მაგრამ სათბურს-თან ახლავს ბევრი პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი რაოდენობით მით უმეტეს მავნებლებისთვის ნამდვილი ოაზისი არის სათბური და აქ ეს პრობლემა უფრო მასშტაბურია, რომელსაც სჭირდება მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ კვირაში ერთხელ, დღეში ერთხელ სათბურს ყოველთვის სჭირდება რაღაცთან სტანდარტულ აგროსქემას ვერ მივყვებით. ანუ თუ ღია გუნდში მაგალითად შევიმუშავოთ რაღაც კონკრეტულ აგროსქემას და შეიძლება ეგ გარშემო მყოფი სადღაც 2-3 კილომეტრით დაშორებული პლანტაციებისთვის საერთო იყოს, აქ საერთოდ სხვანაირი სიტუაცია არის და წინასწარ რაღაცეების დაგეგმა ძნელია ხოლმე. აუცილებლად უნდა მოვიდეს კვალიფიციური კადრი, აგრონომი ან ამ სფეროში კარგად ჩახეტული ადამიანი, ადგილზე უნდა დაათვალიეროს, ნახოს რა პრობლემაა, ან ივარაუდოს რა პრობლემა შეიძლება იყოს და მაგის მიხედვით უნდა მოხდეს სათბურის მოვლა. მთელი რიგი განსხვავებული საკითხებია ღია გუნდთან შედარებით, იგივე ის რომ ჩვენ აქ ეს ნიადაგი, რომელშიც დარგული არის, მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და საერთოდ სხვა პროცესები მიმდინარეობს ნიადაგმცოდნეობის კუთხით და სხვანაირი მიდგომა ჭირდება. აუცილებლად მინდა შევეხო ისეთ თემებს, როგორიც არის ქოთნის ზომა, სუბსტრაქტის სწორად შერჩევა და ვენტილაციის აუცილებლობა სათბურში და სარწყავი სისტემა. დავიწყებ სარწყავი სისტემით. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ამ კონკრეტულ ქოთნებს აქვს ერთძოლიანი სარწყავი სისტემა, რომელიც არ არის საკმარისი ამ კულტურისთვის. ანუ ვერ უზრუნველყოფს, რომ
თანაბრად გატენიანდეს ქოთანი. თქვენ ხედავთ, რომ ეს საწვეთური მოთავსებული არის ამ მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? ქოთნის ეს მხარე ტენიანდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კულტურა ძირითად შემთხვევაში საკვებს იღებს მხოლოდ წყალხსნარის სახით. ანუ ის მხარე აიღებს საკვებს, მარტივიანით რო ვთქვათ, რომელიც გატენიანებული იქნება. მთელი ეს მხარე რჩება არასაკმარისად გატენიანებული და შესაბამისად კვებაც აქ რთულად მიმდინარეობს ამ მხარეს ან საერთოდ ვერ მიმდინარეობს. ამიტომ მე ვთვლი, რომ აუცილებელი არის ორზოლიანი სარწყავი სისტემა, ანუ ესეთ შლანგი, რომ აქეთაც კონდეს და საწვეთურები, როცა უფრო დიდ ქოთანზე არის საუბარი, აუცილებლად უნდა იყოს 4 ცალი, რათა ჩვენ თანაბრად გავატენიანოთ. სათბურში ყოველთვის არის ასევე ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები. აპრილში უკვე გვერდები ახდილი უნდა იყოს და თქვენ ხედავთ კადრში, რომ გვერდები ახდილი არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია ვენტილაცია, რომ ეს ზედმეტი ტემპერატურა ის მოვაშოროთ და ამან შემდეგ არის მოქმედოს ნაყოფზე. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ტემპერატურა მაღალია, უკვე გვირგვინის ეტაპზე, როცა არის მცენარე, ანუ მაშინ ხდება ამ გვირგვინების დაჭკნობა და უკვე დაავადებაში გადადის, მაგრამ ეს დაავადება გამოწვეული არის იმით, რომ ძალიან ცხელა რა, ესე ვთქვათ, მცენარეს აქ ქვევით საკმარისად ტენს ვერ ინარჩუნებს და მთლიანობაში შემდეგ ეს პრობლემას ქმნის. ამიტომ სათბურში სწორად შერჩეული სარწყავი სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვენტილაციაც არის აუცილებელი, რათა შემდგომ მთელი რიგი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 5 დღეში ალბათ ზევითაც გადავხდით ფირებს ცელოფანს, ხეშად რო ვთქვათ, რათა სწორედ აი ეს ზედმეტი ტემპერატურის პრობლემები არ შეგვიქმნას.